ქალაქ სენაკში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა ფარგლებში ხორციელდება. 70 დევნილ ახალგაზრდას ბავშვს საშუალება ექნება 2 თვის განმავლობაში გაიაროს სპეციალური კურსები. ეს არ იქნება სკოლიდან სკოლაში, ეს იქნება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. რაც ყველაზე მთავარია, მათ ამ ურთვიანი კურსის გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, რომ თავისუფლად ააკეთონ პრეზენტაციები კონკრეტულ თემებზე, ისინი ხდებიან გაცილებით აქტიურები, ჩართულები პროცესებში, რაც საწინდარია იმის, რომ ჩვენი დევნილი საზოგადოების პატარა წევრები აქტიურები გახდნენ. მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ჩართულობისთვის, მათ მხარდაჭერით ხორციელდება ეს პროექტი და მომავალში ჩვენ აუცილებლად სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის, ესე ვთქვათ, პროგრამის ფარგლებში კიდევ გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში სენაკში მცხოვრები 7-დან 16 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი 70 მოზარდის შემეცნებით საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში ჩაერთვება. დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარება. ჩვენი თემატიკა არის სულ 17 თემისგან შემოფარგლული. ეს არის პროფორიენტაცია, ანუ როგორ ავირჩიოთ სწორად პროფესია, არის გენდერულ თანასწორობაზე, ახალგაზრდებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, ბავშვთაუფლებებზე, ეს არის პროექტების წერა, მეწარმეობა, ლიდერობა, დებატების ხელოვნება. დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე ქალაქ სენაკის მერიის შენობაში ფუნქციონირებს, სადაც ყოველ შაბათ-კვირას მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. გახსნით ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით შეხვედრის მონაწილეებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავა მიმართა. ღონისძიებას სენაკის მერის მოადგილე ნანა ზარანდია ესწრებოდა. ამ პროექტში აქამდე მონაწილეობა არ მივიღია, ჩემმა მასწავლამ მომცა ინფორმაცია, დამაინტერესა და ამის შემდეგ მოვედი, რომ უფრო გამეგო ეს ყველაფერი და შემესწავლა ეს ყველაფერი უფრო კარგად. იმიტომ რომ მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ასევე პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის იმერეთის რეგიონში ექსკურსია მოეწყობა. ორთვიანი სატრენინგო კურსის დასრულების შემდგომ კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.